მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბარბარე და თქვენ ხართ ახლა სიგნოზე და დღეს ჩვენ გვექნება როგორც ყოველთვის Minecraft-ის ვიდეო. ჩვენ დღეს ვითამაშებთ სოლო თამაში რეალიზმის რეჟიმში. მოკლედ, გადავთვალოთ რეალიზმში. დავარკვევთ ახალ სამყაროს მაგივრად. რამე სხვა სახელი. ჩემი მე ექსე გარეკარე ის მუსიკა და პრაქტიკულად დავიწყოთ ჩვენი ახალი სამყაროს შექმნა. და სანამ ჩვენი ახალი სამყარო იქნება, გთხოვთ რომ დამაფოლოვოთ და ლაიქოთ ეს ვიდეო და კომენტიროთ ის თუ მოგეწონათ ჩემი ინტრო თუ არა. ჩემი რომ არ გავჩნდებით კუნძულზე, იმიტომ რომ კუნძულზე გაჩენა ყველაზე ცუდია. მოკლედ გავიმართლა. არ გავჩნდით კუნძულზე, ძალიან მიხარია. და კიდე რაღაცა ხრმული არის აქ, რომელში ჩასვლაც არ მინდა, იმიტომ რომ მოვკვდები თუ იქ ჩავალ. ამიტომ პროსტა მოვდიხოთ ხე. რატომაც არა. ვაიმე. ოკეი. ამ ხრიდან მოვტეხავ. ნაძვის მორი. ნუ ეხოთ ეს ხეები და გადავკრავთოთ ნაძვის ხის ფიცრებში. რატომაც არა? მე წინააღმდეგი არა ვარ. გადავკრავთოთ ეს შემდეგ ჯოხებში და დაზგაში. მე ამას უფრო კარგ. ნუ კაი, ჩემს არასდროს არავინ არ კითხულობს მე მგონი. ამიტომ მოდი წავიდეთ და მოვძებნოთ ქვა. აი, აგერ არის ჩვენი ქვა. ავიღოთ ახლა ჩვენი ხის წერაქვი და მოვტეხოთ ქვა და დავიწყოთ ჩვენი პირველი ქვის ხანა ამ სამყაროში. ძალიან საინტერესო თამაში არის, მინდა მეთქვას Minecraft-ი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ქვის ხანაში ძალიან საინტერესო არ იქნება. ამიტომ ჯობია რაც შეიძლება მეტი ქვა მოვტეხოთ და გავაკეთოთ ხის ინსტრუმენტი. ხის არა, ქვის ინსტრუმენტები. ზე დიახაც ღუმელი. ნუ კარგი, იყოს ღუმელი, რატომაც არა. მე ხო რა წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები ახლა ღუმელი რო დავარქვის და არა ფეჩი. მოკლედ მოვტეხოთ ეს ქუალი, უბრალოდ ქვანახშირი და წავიდეთ ცოტა შიგნით, იქნება აირონიც. მოვიპოვოთ და არ დავრჩეთ ქვის ხანაში სამუდამოდ. შეიძლება აუ, ჩონჩხის შაყუნი ისმის და მე მგონი იქ სკელეტონი არის. რა ძალიან ცუდია. და არიან არმონტონს. აუ, არ მინდა სკელეტონი რო იყოს. აუ, კაი რა. აუ, არა რა. Please. სად არის ეს ჩონჩხის კაცი? რო ჩხრაკუნებს. არ მინდა, მადლობა. რამენაირად გადავჩები? იმედი მაქვს. ახტი. მე ღმერთო. ამ ჩონჩხის კაცები ძალიან მეშინია. იცით რატომ? იმიტომ რომ უკვე 5 ჯერ მომკლეს. და ძალიან მეზიზღებიან სკელეტონები. ნუ, კაი, ხო, გადავჩით. მაგაზე ვთქვათ მადლობა. ახლა უნდა ვიპოვოთ ცხვრები, იმისთვის რომ მოვიპოვოთ მატყლი. მატყლისთვის გვჭირდება სწორია საწოლის გასაკეთებლად. აი, არსად არ არიან. გინდა მომკალით, გინდა არა. მოდი ესეც მოვტეხოთ, ესეც ხო საჭმელია. რატომაც არა? ესე და ესე. всё, 10 წელი. ტკბილი კენკრა მაქვს. კენკრა. კარგი, მოდი წავიდეთ ახლა სხვაგან. ოპა, მე მგონი აქ უფრო ბევრი ცხვრები სპაუნდება. სწორ ადგილებზე თუ არ ვწდები. ოპა, ძროხებიც გამომადგება ისე. საჭმელი ხომ მინდა. ხომ არ მოვკვდები შიმშილით. ოპა, მოდი აგერ. სადაც ახვედი? არ გინდა არ საწესვლა დროხა.
ვაიმე როგორც იქნა ვიპოვეთ უკვე ცხრები და მოდით მოვუკლათ უკვე თურმე ამის შეუყენებები მოკლედ მეგობრებო გვაქვს ორი მატყლი ძალიან კარგი მაგრამ გვინდა მესამე მატყლი რომელიც ჩვენ არ გვაქვს როგორც მიხვდით და აქ მეტი ცხვარი აღარ არის ძალიან მაღიზიანებს უპო ის რორი ის არის ხახვი ну ასე აწერია და შებრაბრალია ხახვი რო აწერია ოპა ფუტკრები აურაც ყვალებია პუმ 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 და ოპა რაღაცა ხედავ რომ ნელ-ნელა ხამდება აი მესამე ცხვარიც მოდით მოვკლათ მესამე ცხვარი და რომ არ მოვიწყინოთ ჩვენი საწოლი იქნება იასამნის ფერის რატომაც არა მე არ ვარ წინააღმდეგი იასამნის ფერის რო იყო ჩემი საწოლი მოკლედ მეგობრებო გავაკეთე იასამნის ფერი საწოლი ვერ გადავწყვიტე რომელი ფერი მინდოდა მაგრამ კაი გადავწყვიტეთ მაგაზე მადლობა ვთქვათ არ მინდა ეს წითელი ფერი ნუ იღებ ხელში მოკლედ აქ დავდგათ და დავწვეთ ეუ ბიჭო დაწექი ოპა ტკბილი ძილი მიღწევა არ ვიცოდი მიღწევა თუ იყო ტკბილი ძილი ნამდვილად არა მოკლედ კაი ვის რა შეაინტერესებს ჩემი მიღწევა მოკლედ მეგობრებო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება რომ დამედგა აქ ფეჩი ჩამეგდოშინით ქვანახშირი და უმი საკონლის ხურცი მოდით დაველოდოთ მის გადაწყვას უი ისე რომ არავინ არ მოუკლას ყოველივე შემთხვევისთვის ხით შემოვიხარგავ თავს აი ასე აქ კიდევ დავადგათ ერთი ცალი ხე ასე და აი ასე მოკლედ დაველოდოთ ჩვენ ხორცს
მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ხურცი გადაიწვა, როგორც ხედავთ და შეგვიძლია მოვუტეხოთ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ აქ დავდგეთ. და ეს იყო ყველაფერი მხოლოდ შემწვარი საქონლის ხორცისთვის. დიახ. და მოკლედ შეგვიძლია მოვუტეხოთ ეს ყველაფერი ხე და ის რორი გამომიშვით რა გთხოვთ. აი მადლობა. მოკლედ გავაგზავნოთ ჩვენი თამაში, რატომაც არა. მე ვთქვით მეგონა რომ დაღამდა ის რაღაცა რო ჩაითო. ნუ კაი, არა უშავს. მოკლედ წავედით ეს რა ქვია მაგას? დამავიწყდა შაქრის ლერწამი თუ რაღაცა ერქვა. ხო, შაქრის ლერწამი. აი ასე აწერია. ნუ კაი, შაქრის ლერწამი ხომ არა მოგზავნო შაქრის ლერწამად ყოფნას. რა თქმა უნდა, არა. ამიტომ მოდი წავიდეთ გავაგზავნოთ ჩვენი გზა. მოვტეხავ ახლა ხეს ნელ-ნელა და ავაგროვებ სხვადასხვა მატერიალებს ჩემი სახლისთვის. დიახ, ამ პირველ სერიაში ავაშენებ სახლს და სახლის აშენებით ალბათ დავასრულებ სერიას. იმიტომ რომ როგორც მიხვდით, თქვენ ძალიან გრძელ ვიდეოს არავინ არ უყურებს და პატარ-პატარა სერიებად ნელ-ნელა ალბათ გადავიღებ რამდენიმე ათობით ვიდეოს თუ გადავრჩი ამ სამყაროში, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ მოკვდი, არაფერი არ იქნება. ვიდეოებს რა თქმა უნდა დავდებ, მაგრამ პროსტა აღარ გავაგზავნებ აქ თამაშს, იმიტომ რომ მოვკვდები, მოვკვდები თუ არ ვამბობ, მაგრამ თუ მოვკვდები, ვეღარ გავაგზავნებ. ფიზიკურად ვეღარ გავაგზავნებ რა. და მომიწევს სხვა სამყაროს შექმნა თუ მომინდება ჰარდკორის გაგზავნება. ან ჩიტების გამოყენება, რასაც ჩვენ არ მივიღებთ. რასაც მე პირადად არ მივიღებ, რაც მე პირადად არ მომწონს, რასაც მე პირადად ვერ ვიტან, იმიტომ რომ ჩიტერები არის ყველაზე ცუდი ადამიანები მთელ მსოფლიოში. მოკლედ, მოვტეხეთ რა ახლა რამდენიმე ათობით ხე, ხო, ათობით არის. მოვტეხეთ რა და კიდე მოვტეხოთ, რატომაც არა. და სადმე ვიპოვოთ ადგილი, სადაც ავაშენებ ჩვენ სახლს. იმიტომ რომ მინდა რომ ლამაზი იყოს ჩვენი სახლი და მოდით გავაკეთოთ ლამაზი სახლი, რატომაც არა. მე არ ვარ წინააღმდეგი, მოდით სახლი ჩვენი გავაკეთოთ აი აქ. პატარა კარუბკასავით გავაკეთებ. ლამაზი კარუბკა გვექნება. ჩესტით, crafting table-ით და ღუმელით. აი ასე. მე მგონია აქ უფრო ჯობს სახლის აშენება. ხო. აქ უფრო ჯობს კი, ნამდვილად. აი ასე. მოვტეხოთ ყველაფერი და დავდგათ აი ასეთი სახლი გამოგვივიდა ჩვენ მეგობრებო. მოდით დაგათვალიერებთ უფრო გარკვეულად. აი ასეთი ხის პოლი, ჩემი ლამაზი იასამნისფერი საწოლი, ჩემი ღუმელი, სახელოსნო ადგილი და დიდი სკივრი. და აი ასეთი ინვენტარი მაქვს. ასეთი რაღაცები მოვიპოვე მე და კიდევ მაქვს ძალიან
ძალიან მახინჯი, მაგრამ ჩემი ეზო. ნუ, კაი. არაფერს ჯობს. მოკლედ, აი ეს იყო ჩემი ვიდეო დღესდღეობით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უყურებთ ამ მომენტამდე ჩემ ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დალაიქეთ და დამაფოლოვეთ. მადლობა თუ თქვენ ეს უკვე გააკეთეთ. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის. მე კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. ნახვამდის.